გამარჯობა. ეს Smart Lab-ია. მე კი თორნიკე ვარ, თქვენი გიდი Smart Device-ების სამყაროში. როგორც წინა კვირას ვთქვი, Smart Lab არის პროექტი, სადაც უნდა შემოიხედო, სანამ ახალ ტელეფონს იყიდი. ეს არის ჯგუფი, სადაც უნდა შემოხვიდე და დისკუსიაში ჩაერთო ჩვენთან ერთად და ეს არის გადაცემა, სადაც მე გაგიზიარებ ჩემს პირად გამოცდილებას ამა თუ იმ ტელეფონზე. და იმისათვის, რომ ამ გადაცემას უფრო მეტად უყუროთ, გადაცემის ბოლოს გვექნება საჩუქარი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ გამორჩეულ ბიუჯეტურ ტელეფონზე. ანუ ესე ვიზაკარ. ერთ-ერთ გამორჩეულ ბიუჯეტურ ტელეფონზე. Huawei P Smart-ზე. დღევანდელ ბაზარზე ძალიან ბევრი ბიუჯეტური ტელეფონია და ძალიან დიდი კონკურენცია მათ შორის. ზოგიერთი ტელეფონი კარგი კამერითაა, მაგრამ არც თუ ისე კარგი დისპლეი აქვს. ზოგიერთი უბრალოდ დიზაინში მოიკოჭლებს, მაგრამ სხვა დანარჩენი ასე თუ ისე კარგი აქვს. მოდი გავხსნათ და ვნახოთ რა გამოარჩევს ამ ტელეფონს სხვებისგან. არ მომწონს როგორც გამოიყურება ეს რაღაც ეკრანის დამცავი. ნახე, გრადიენტი რა კარგად აქვს, გრადაცია. და რადევს ყუთში, მოდი ტელეფონის სტახანს გვერდზე გადავდოთ და ყუთი შევამოწმოთ. ეკრანის დამცავი მოყვება. დამტენი თავისი კაბელით. ვა, ის რაც დიდხანს არ მინახავს ტელეფონში. ყურსასმენები. და მოდი პირდაპირ ტელეფონზე გადავიდეთ. ერთი შეხებით ეს მატერიალი უკან პლასმას გავს. და მე მგონი პლასმასიც არის, მაგრამ უბრალოდ შეხედვით გავს იგივენაირ შუშას, როგორიც აქვს P20. Fingerprint სკანერიც თავის ადგილზე არის, ყველაზე მოსახერხებელ ადგილას ჩემთვის და ეკრანზე კიდე რას ვხედავთ, რომ აქვს ესეთი პატარა წვეთის მაგვარი კამერა. მხოლოდ ეს არის ამის ეკრანზე, მეტი არაფერი. მოუხსნათ ეს დამცავი და ჩავრთოთ. Huawei. ჩაიტვირთე. დღეს ქენი. გახდა 7 საათი. აქ მოდი ცირახმები დავადოთ, ჭრიჭნის ხმა რო არის და რაღაც და გავალ ტელეფონს აქ დავდებ, მოიცეს ცოტა ხანი წინ გავალ, მოვალ, კიდე ჩართული არ დამხვდება ეს ტელეფონი. ტელეფონი თუ ჩაირთვება, დაგირეკავოდეს მე. ჩაირთო! როგორც იქნა ჩაერთო ჩვენი. ჩაერთო ჩვენი ტელეფონი და მოდი ახლა პირველი სეტაპი გავაკეთოთ. ვეცდები რომ ვიპოვო ქართული ინტერფეისი. ქონია, ამასაც აქვს. საქართველოს. მობრძანდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არა, მობრძანდით, მარტივად. დაწყება. მონაცემთა შეტანა. შემდეგი თითის ანაბეჭდით დავიწყოთ. სხვათა შორის სწრაფად მუშაობს, იმდენად სწრაფად რომ არ ველოდებოდი. ჩაირთო. მაზე უკეთესი ეკრანი აქვს, ვიდრე ველოდებოდი, მოდი ესე ვიტყვი. მოდი ახლა დავაყენოთ Face ID. ჩემი სახე შევიდა. დაბლოკოთ ტელეფონი და ასა. ძალიან სწრაფად გააკეთა სხვათა შორის და არც ამას არ ველოდებოდი ამ ტელეფონისგან. აღსანიშნავია ის, რომ ინფრარედ კამერა არა აქვს ამას და ღამით ბლოკის მოხსნა ჩვენი სახით გაგვიჭირდება, მაგრამ თითის ანაბეჭდი მაინც იმუშავებს. ამ ტელეფონს მთავარი კამერა აქვს 13 მეგაპიქსელიანი და მისი დამხმარე 2 მეგაპიქსელიანი კამერა, ხოლო სელფის კამერა არის 8 მეგაპიქსელიანი. მოდი შევამოწმოთ. გადანათებული ვარ, მე მგონი ზედმეტად. შეხედე, ეს მე ვარ. საკმაოდ კაი კამერა არის. გადავიდეთ მთავარ კამერაზე. ამ ტელეფონის კამერით სავსებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამას აქვს ერთი ფუნქცია, რომელზეც არ გვილაპარაკია. ეს არის AI კამერა. ანუ კამერაში ჩამონტაჟებული ხელოვნური ინტელექტი. და რაში მდგომარეობს ეს? თუ კი რაიმეს ყიდვა გინდა ინტერნეტში, შეგიძლია ამ კამერით ფოტო გადაუღო და ის დაგეხმარება. ან დაგეხმაროს სხვადასხვა ენების თარგმანში. ამის შესამოწმებლად მე გამიმზადეს ერთი ტესტი. არ ვიცი რა წერია და მოდი შევამოწმოთ, რამდენად ზუსტად თარგმნის ჩვენი კამერა ამას. გეხოცები ახი თქვი რა. ფოკუს ვერ იჭერს, მაგრამ ოკეი. ტაილანდური მასაჟი. სწორი იყო? თაი მასაჟი დამიწერა. კი. ახლა კი გადავიდეთ დისპლეიზე. ამ ტელეფონს აქვს ჩვეულებრივი ბიუჯეტური ტელეფონისნაირი LCD დისპლეი. ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ეს არის Full HD+. მოდი ჩავრთოთ და შევამოწმოთ. შეხედე. ანუ არანატურალური ფერები არის, მაგრამ ფლად ცუდიც არ არის. ვერ ვიტყვით რომ ცუდია. მისაღები არის, მოკლედ რო ვთქვათ. და როდესაც გავზრდით ეკრანს, ბოლომდე ნახე რა ხდება. აქ მხოლოდ ერთი პატარა ესეთი წვეთი ღარჩება. ახლა დრო არის გადავიდეთ აუდიოზე. არა.
ხმამაღლა მუსიკის მოსმენისთვის ეს ტელეფონი არ ვარგა. მოდი ახლა გადავიდეთ ამ ტელეფონის მონაცემებსა და პერფორმანსზე. ამ ტელეფონში ჩვენ ვიპოვით Kirin 700-ის პროცესორს, 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით, რომელიც შეგიძლიათ გაზარდოთ micro SD კარტის საშუალებით. ასევე ამ ტელეფონს აქვს 3400 მAh-იანი ბატარეა, რომელიც ერთ დღეს თავისუფლად გაგიძლებთ. მოკლედ რომ შევაჯამო. ეს ტელეფონი არის ხალხისთვის, ვისაც უნდა ლამაზი ტელეფონის ყიდვა, ისე რომ ბევრი ფული არ დახარჯონ. ამ ტელეფონს აქვს საკმაოდ კარგი კამერა, მაგრამ ცუდი აუდიო სისტემა. აქვს 3400 მAh-იანი ბატარეა, რომელიც ერთი დღე სავსებით საკმარისი არის და საშუალო მონაცემები თავის მხრივ. ახლა კი დროა გავათამაშოთ საჩუქარი. ამ კვირაში ჩვენ გვექნება Xiaomi Mi Band 3. თუ გინდა რომ ეს სილამაზე შენი გახდეს, მაშინ გაწევრიანდი ჯგუფში და მიყევი ინსტრუქციას. ამ კვირისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.